უბლება სიძულვილს. დღე არის ომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ასევე ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისი, რომელიც არის, ანუ ეს თარიღი შეირჩა 1990 წელს მომხდარი ცვლილების საპატივცემულოდ 17 მაისს ამ წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან. ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში დაიწყოს ნელ-ნელა LGBT ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნა. ეს არის ჩვენი მხრიდან უფლებების დეკლარირება და ეს პოზიტიური მესიჯი მოსახლეობას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენი უფლებები და მოვალეობები ჩვენი ქვეყნის წინაშე არის თანასწორი. აი უმჯობესია. ბატონო, შეგებინათ. არა ნარგენ შეშუქენ. ნუ განავი ტერიტორიაზე წავიდე. შეურაცხყოფენ რომ ეს არის მშვიდობიანი სულება, რომლის უფლება აქვს ყველა ჩვენს მეც და სხვასაც და ჩვენ გამოდიოხთ ჰომოფობიის წინააღმდეგ, სიძულვილის წინააღმდეგ. სიძულვილი და ჰომოფობია საქართველოში. მე მოუწოდებ მათ. მოუწოდებ იცხოვრო ზნეობრივად და არ უნდა აფიშირება იმის რაც სოდვა, იმის აფიშირება საჭირო არ არის. Stockholm, Sweden. Yes, we arrived today. Yeah. We are married. You enjoy it. Yes. We want to support you when we saw you. ეს ჩემი უფლებების დარღვევა არის შენ? ჩემი უფლებების ამის გადაგება არის აკრძალული. მოდია გაფიცო. რა სიყვარულს მისურვებ მოდია. ნახე რა საკეთებია ბიჭო. ხალი ხალთან რო იყოს. მოდი და მოგეხმარე დაგვიცა. პატარა ბავშვებს უჭიროთ ტრანსპორტები. ხუთმეტი ბავშვებს. მოდი რა. მოდი ხოლმე და ნახავ. მოდი დამეხმარე კაცო. დავეყვევი. მამათ მავლობა და დედათმალობა არის ცოდვა და გარყვნილება და ირღვევა საზოგადოების უფლება. ანარქისტები ამბობთ და რატო უწოდებთ ანარქისტებს ამ შენც იგივე ხარ, ლიბერალი, ტაბულა, ცხელი შოკოლადი, ერთიანი ეს ყველა. ანარქისტებთან საერთოდ დაუნახეთ ამ მოძრაობას. იცით კარგად თქვენ ყველა. სიცხოვნეები ხარ, რა საქართველოში ეს რაღაცა გაიგებ. შევალში ხმარო გარუნა ამოიღო რაღაცაზე, რა? შენ ფიქრობ ვაჩი გაიბლი? შენ კატამ გავატანო. ამათ მოულობა. ესენი როგორ უნდა გააწამო? ეს კატამი ამის. არა. ანუ რა? ჩანი რა? ჩაუშალე, რატო მიდიან? მე რატო მალაპარაკებ მაშინ? წესიქს უმევავარდი, ბიჭო. ამათ რა? გარყვნილება როგორ უნდა გავაყენო? მიფარხა და არ გვინდა თუ დაიღუპო. ჩვენი სული, ჩვენი ხორცი არ უნდა არ გვინდა რომ დაიღუპო. ამები არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ დაავუჩნდათ რომ ეს წინ გაგვასწრო რაღაც ნაწილად და თავარი აქაა. დაი პირველი ქვა იმან მესწროს, ვინც უწოდველია. თბილისი. ვინც უწოდველია პირველი ქვა იმან მესწროს. იმიტომ ჭირდება ცხოვრებაში აღარ მინდა ცხოვრება. იმედავმა მოინანია შენ გატო. მე ვარ ის ვინც გაკითხავ, წადიხარ. მე შეგაკეთე. რატო? აი ესე მოგა. თქვენ მოვალეობაში არ შედის ქუჩაში წესრიგის დამყარება? შეგასაბის სამინისტრო მოგცე ჩვენ პირობა რომ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და თავისუფალ გადაადგილებას. ვერ შეასრულა. ჩვენ ვიძახებთ პატრულს, მაგრამ ჯერჯერობით პატრული რომელიც პატრულის თანამშრომლები რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე, უბრალოდ გაქრნენ აქციის მსვლელობისას, როდესაც დაიძაბა მდგომარეობა. თავი დაანებენ. თავი დაწლავ. თავი დაანებენ. ბიჭო. აიხედე. ჩარია ის მიწარ. აი, სოლებიანი გამოიყვანა ეს. ესა. ესა. ესა სოლებიანი გამოიყვანა.
მოდი ქახა. გორბიანებ გავაი. ხან ვიხარ. პროვოკაცია, ამიტომ ეს ფერმული ვერსია, სერბული. ატყდა ჩხუბი მე შევედი გამაშველებენ რამოდენიმე მუშტი მომხდა მე დაგულეწეს რამოდენიმე პლაკატი. სულაბა დავუწოთ ფილარმონიიდან მოვიდოდი და აქ აღმოჩნდა მართლმადიდებლო მშობელთა კავშირის რამოდენიმე წარმომადგენელი, კიდე სხვა ადამიანები, თუმცა სახეზე რუსულ არ ვიცინარიან და არ გოტარავენ და. ვინ დაიჭირეს? ლევან ბერიანიძე, იდენტობის თანამშრომელი. ადამიანი, რომელიც მედგა გვერდით დავანახეთ თვალით, ამ წუთში აქ იყო ჩემ გვერდით. ხალხო არ მაინტერესებს. ან პოლიცია მოვიდა საკმაოდ გვიან და აქცია პრინციპში ჩაიშალა, იმიტომ რომ ჩვენი იდეა იყო ჩვენს რო ყავთ თავისუფლების მოგონამდე და ვერ ჩავედით. მაგრამ სანამდე ჩამოვედით, აი ესეც კარგი იყო. არავინ არ გვეუბნება რატო დაგვაკავეს და არავინ არ გითხრა რატო მოგვაბრუნდეს. ვინ დაგაკავა? ვერ გავიგე? მე მოვიდნენ და პატრულა მომკიდა მანქანაში ჩამაგდო სრულიად უმიზესოდ მანქანაში. წამიყვანეს და გზაშივე მომატრიალეს და არ ვიცი არ დაგდინეს გზაში. არაფერი არ ვთქვით, ან რო დამიჭირეთ კი რაღაცა დაგვა. ერთი შაქარი მაგ დაბალი და შეიძლება. როგორ? თაცმინდა წანიში მიყავდა მაგრამ დაურეკეს და უკან მოგვატრიალეს რა. არ ვიცი ვიღაცა დაურეკა პატრულის თანაშრომელს. და უკან მოგვატრიალეს მოგიყავს და მიზეზი რო ვკითხე რა, ან რატო დამეჭერდა რა მუხლი მეკუთვნის მეთქი. საზოგადოებრივი რიგის დარგვა თუ რა მეთქი, ვერაფერი ვერ ემასწროს. უმიზეზოდ არავინ დაგეჭერდა მაგრამ მიზეზი მითხარით მაშინ რაზე დამეჭერდა. ისახურებს ეძახია თავია. ხო. ეს დაგეგმეს მეუბნეს პროფესორებში. ყველა ადამიანი, ვინც ესე იცხოვრებს, წმინდა წერების მიხედვით და სახარების მიხედვით არის ჯოჯოხები არის ბოლო იქიდან.